ბათუმში ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ აღმოაჩინა საკუთარ რიგებში მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. ვარიაგი გამოგიგზავნეს. ვარიაგი. ია ბარამიძე ბათუმის პოლიტიკასთან კავშირში არ არის. ეს ადასტურებს იმას, რომ ადგილობრივი ნაციონალური მოძრაობა საკუთარი წიაღიდან კონკურენტუნარიანი ვერ არის და ამასთანავე იმასაც ადასტურებს, რომ ბათუმელებისთვის ხელთათმანია პოლიტიკური გადმოგდებული, რომ აი ახლა გია ბარამიძე ვიცე-პრემიერი იყო ამდენი ხანი შევარდნაძის ამალაში, მოქალაქეთა კავშირში, აბაშიძის პარტნიორობაში დიდი დრო აქვს გატარებული, მოგეხსენებათ შევარდნაძე აბაშიძის ხელისუფლების ერთიანობის დროს მოქალაქეთა კავშირის დაღორწინებას და აი ეს ადამიანი წარმოადგენს დღეს საქართველოს ხელისუფლებას. რამდენ ოჯახს დახმარება არ აქვს, სოციალური დახმარება, რომ ამბობს ყველას ვეხმარებით, ყველას მობრძანდით და დაათვალიერეთ და შემეკითხები და გაჩვენო ერთი თუ მაქვს რამე დახმარება 43 წლის 21 წელი ამეზოში ვცხოვრობ და იმის სამსახური არ არსებობს, რომ დამლაგებლად ქუჩაში რომ წევიდე უკან წამომყვეს ნებისმიერმა სააკაშვილის თანამშრომელმა ასე მოდიოდა ყველა და ასე ამბობდა დაგეხმარებით. ქუჩის დამხვეტლად რომ დავიწყო მუშაობა, ვერ შევალ ვერავისთან კაბინეტში, რომ თხოვო სამსახური. საკანონი და ეს სასამართალი ვერაფერს ვერ იმუშავებს, ვერაფერს. ხუთი კაცი თუ მუშაობს, მილიონობით ადამიანი უმუშევარი და ქუჩაში ვაკეთებთ, რა თმიდა მისი დაგებული ასფალტი, რა თმიდა მისი გაკეთებული ბულვარი, ერთხელაც შვილიშვილი ვერ წევიყვან და ვერ გავასეირნე იქამე. არ მაქვს საშუალება. ვისთვის აკეთებს დამსვენებლის ბაგანჯიბეში ფული შეიდოს, გამოაჩინეთ ეგ და თქვით. მოდით დაათვალიერეთ რა დასახლება, რა სიხებს, ბულვარში იმას ისეთ ლამაზ სახლებს ანგრევს ქუჩაში, ხალხი განადგურა, მოვიდეს და ესე იყოს საკუთარ შემოწმებაზე. სოციალური აგენტი მომცა მაღალი ფულა მე ფანჯარა მიეწუნა ჩემი ამის მეტი არ აღისა სააკაშვილის რამე ღმერთმა და ამ ჩემ ცხოვრებას გიუჭია ცალი გაჭირვებულებს აძლევენ ერთი მაგენი იმას პოლუსთან დახმარებას რანაირ გაჭირვებს ვერ გევიგე მე ველოდები მაგრამ ბევრი ხალხი დაშინებულია ზოგი თქვათ სამსახური აქვს ეშინია ზოგს ვიღაც ციხეში ხავს ამიტომ ბევრს ეშინია და ბევრი ვერ გამოდის თუ სიმართლე გაინტერესებს ჩემი აზრით მე ვიცი ბევრს უნდა მოსვლა მაგრამ იმის შვილი მუშაობს რაღაცა თქვა და ვერ მოდის შეშინებული ან იმას პატიმარი ყავს ციხეზე მე მიუხედავად პატიმარი ყავს არ მეშინია და ხმამაღლა ვიტყვი მილიონ ადამიანში ვიტყვი მაერთი კაცი მიჩუქნია მაგენისთვის და შემომივლია თავზე თუ უნდებიან ძალიან ჩემი სენა გლეხს რომ მოთხოვენ 17 წელია ქილას ვიხდი და 15000 შემეტანე პატიმარზეა ვატყობსევო სად უნდა ვნახო მაგი ფული მქონებოდა ბინას ვიკირავებდი ან შევიდოდი სადმე ნორმალურად ხო თვალგახელილი ვერ ამბობენ ყველა მე არ მეშინია და ვიტყვი დამიჭირონ თუნდაც არავის არ მეშინია ძალიან იმედიანი შეხვედრებია ყველგან საქართველოში მე ყოველ დღეს სხვადასხვა რაიონში მიწევ შეხვედრის ჩატარება დღეს ბათუმში ვარ ეს ჩვენი პირველი შეხვედრა არის იმედიანი არის შეხვედრები ბათუმის ისეთი შედეგები აქვს საარჩევნო თვალსაჩინოდ რომ წარმოუდგენელია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ოპოზიციამ პატრიოტულმა ოპოზიციამ ბათუმის მოგება ვერ შეძლოს ჩვენ გეგმავთ გამარჯვებას როგორც სიით ისე მაჟორიტარულ ოლქებში ძალიან მნიშვნელოვანი არის აჭარისთვის რომ პარალელურად ტარდება აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნები ჩვენ ვაპირებთ რომ აჭარაში რეგიონულ დონეზეც ხელისუფლებაში ხალხის ნებით და არჩევანით მოვიდეს ივანიშვილის ბლოკის წარმომადგენლები ჩვენ ამის პირობები გვაქვს რაც შეეხება მოსახლეობას ინტერესი დიდია იმედიანი სახეებია კვალიფიციური ჟაბაასია რაც ყველაფერი ახასიათებს ბათუმზე ეს მე ვიცი ბევრი წელია და რას თქვით პრეზიდენტის განცხადების შესახებ ვისაც მან თქვა რომ ქართული ოცნება როგორც კლასი გახდება თუ დარჩენების შესახებ როგორც არის ხო რასაც ეს ისბრებოდა როგორ გაქრება მე მგონი მათ არიციან სიტყვების მნიშვნელობა მერაბიშვილმა თქვა ასე სააკაშვილი რომ მერაბიშვილს აყვება ესე იგი მისი დეკვალიფიკაციის ხარისხი სულიად ნათელი და დადასტურებულია ისინი ძალიან შეშფოთებულები არიან როგორც კი ბიძინა ივანიშვილმა შარშან 7 ოქტომბერს თქვა რომ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას პარტიის კოალიციის შექმნას და საქართველოს პრემიერ-მინისტრობას იმ დროიდან მოყოლებული
სააკაშვილი ყოველდღიურ რეჟიმში მთელს მის ხელისუფლებასთან ერთად ჩართული არის პროცესში, რომელსაც ვერ დავარქმევ საარჩევნო პროცესს. ეს არის სახელმწიფო ხარჯების ფლანგვა არჩევნების შედეგის გამოსაწერად. ყველგან, სადაც კი ქართულმა ოცნებამ ჩაატარა შეხვედრა, დიდი თუ პატარა, რეგიონული მასშტაბის თუ სოფელ-სოფელ, ყველგან ჩვენ დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ჩვენ არ დავუტოვებთ საარჩევნო ურნებს სააკაშვილი, ჩვენ მუშაობთ ქვემო ქართლში, ჩვენ მუშაობთ ჯავახეთში. ძალიან დიდი წინააღმდეგობა იქნება სააკაშვილს, რომ სათავისოდ ყავდა დანიშნული ხმების ბეღლად ბოლო წლებში სამეგრელო, სადაც ირაკლი ალასანია და ეკაბესელია და ლევანი ზორია და ბევრი სხვა ჩვენი კანდიდატი, გიგა ბუკია, ხუბში ძალიან კარგად მუშაობენ, ამიტომ არ იქნება ისეთი რამ, როგორც იყო თავის დროზე, როცა ჩაკეტილ სივრცეში იყო ასთანაბაშიძის დროს აჭარა და გამოწერდა 95%-ს სათავისოდ. ვეღარ ჩაკეტავენ ეხლა სამეგრელოს აჭარა დიდი ხანი აღარ არის ჩაკეტილი და ვერც სამეგრელოს ვეღარ ჩაკეტავენ, ამიტომ ჩვენ მართლა ვემზადებით ხელისუფლებისთვის.